ისტორიული დღე არის საქართველოს პირველი ტელევიზიისთვის, თქვენთვის მუშაობა და მაუწყებლობა ახალი შენობიდან და სტუდიებიდან დავიწყეთ. ახალი შენობა, ახალი სტუდიები და კოლეგებისადმი ძველი დამოკიდებულება. არხი, სადაც თანამშრომლებს განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო სისხლის სამართლის გამოძიებით ემუქრებიან, დღეს ახალ განცხადებას ავრცელებს. სამეურვეო საბჭოს წევრებისგან განსხვავებით დირექტორთა საბჭომ თითქოს ტონიში არბილა და ახლა კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებს არა პროკურატურით, არამედ სამსახურიდან გაგდებით დაემუქრნენ. მათ კი ვინც ახალი შენობითა და სტუდიებით კმაყოფილებას ვერ მალავს, კოლეგების გამოცხადებული დევნის თაობაზე საკუთარი პოზიცია მესამე დღის შემდეგაც არ გამოუხატავთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლების მცირე ნაწილის მხრიდან, რომლებიც უერთდებიან მაუწყებლის წინ მიმდინარე პროტესტს, არაერთხელ დაირღვა შრომითი ხელშეკრულების პირობები, ასევე მაუწყებლის შრომის შინაგან წესი. მათ მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებები იწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ცრუ ბრალდებების ტირაჟირებას და მედია ორგანიზაციის იმიჯის ნდობის დაზიანებას, რაც ვერ დარჩება რეაგირების გარეშე. რეპუტაციულ ზიანს არა თუ მცველები აყენებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს, არამედ ის სამეურვეო საბჭო, რომელიც მადლობა ღმერთს ნახა სრულიად საზოგადოებამ და აბსოლუტურად გასაგები იყო რეაქციების მიხედვით, თუ ვინ აყენებს რეპუტაციულ ზიანს საზოგადოებრივ მაუწყებლობას. ეს არის ძალიან მაღალ დონეზე გასარჩევი საქმე. აქ უნდა ჩამოვიდნენ საერთაშორისო ექსპერტები, როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან, ასევე სხვა საერთაშორისო მედია ორგანიზაციებიდან. ვერაფრით ვერ გადაწყდება ეს საქმე ასე ერთი ხელის მოსმით. მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭო ქართული ოცნების პარტიულ დავალებას ასრულებს, რომელსაც ამავე პარტიის პოლიტსაბჭოდან დაბრუნებული მაღლაფერიძე ხელმძღვანელობს. ჩვენაც ვიხილეთ, ეს არის გაგრძელება ქართული ოცნების პოლიტიკისა, კერძოდ საკუთარ მოქალაქეებზე და ამ შემთხვევაში საკუთარ თანამშრომლებზე ძალადობა იქნება ეს, თუ ამ შემთხვევაში მითითება პროკურატურისათვის, რომ გამოიწვიოს საქმე, შეისწავლონ ეს საქმე იმ ფონზე, როდესაც თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა არაერთი სარწმუნოებული პროპაგანდის გავრცელებაში, დეზინფორმაციაში და თანამშრომლების დისკრიმინაციაში თუ უკანონოდ გათავისუფლებაში. ოცნების, მისი წინამორბედის და იმის წინამორბედის მთავრობის მსახურებაში გაწვრთნილი ადამიანები დაკომპლექტებული საბჭო ზუსტად იმ რიტორიკით საუბრობს, რაც ივანიშვილის გუნდის წევრებისგან ყოველდღიურად ისმის. საერთოა გზავნილი გადატრიალებაზე, უცხოურ ძალებზე და მასონურ ლოჟაზეც. თვითონ იყენებენ სპორტს პოლიტიკისთვის და ეს პოლიტიკა იმისთვის სჭირდებათ, რომ შემდეგ ჩვენი შვილების სიცოცხლის ჩამრთელობას და მომავალს დაეუფლონ. და ეს თემა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს ხდება ნამდვილად. ითქვა სიტყვა პროკურატურა, დიახ, აქ საქმეში პროკურატურა უნდა ჩაერთოს. არც ერთის მათი თვითშემოქმედება არ არის, იმიტომ რომ ერთი, მეორე, მესამე და მერე ყველა ერთად აქ თავმოყრილი. ერთად ამ ეს შემთხვევით არ ხდება. რეგიონულ ჟურნალისტებს ეუბნება, რომ შეიცვალა დირექტორი ეუბნება და ესეც შეიცვალა და მერე ეს ერთად იგზავნება უცხოეთში. თავისუფლება მაქვს, რომ მასონური ლოჟა ამ ყველაფერში ჩარეული დედას გეფიცები. ფარულა ჩანიშნულმა ამ სხდომამ, რომელსაც მხოლოდ ქართული ოცნების ნდობით აღჭურვილი პირები ესწრებოდნენ, გასაბჭოებული საქართველოს 30-იანი წლები ბევრს გაახსენა. სამშობლოს მტრების, წინააღმდეგ ვითონ მებრძოლები, დამსმენები, პარტიისთვის და ბელადისთვის ყველაფერზე წამსვლელები. უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ ამ შეგნების ადამიანების ადგილი ხალხის მიერ დაფინანსებულ მაუწყებელში არ არის. მაუწყებელმა ამ საკუთარ პრობლემებზე და პრობლემებზე მოახდინოს რეაგირება და დაუთმოს საკუთარი ეთერი, გახდეს მართლაც ნეიტრალური და რეალური მედია საშუალება ის სამწუხაროდ კვლავ აგრძელებს მმართველი პარტიის სამსახურს, კვლავ არის ერთგვარი პროპაგანდის იარაღი და ეს ბოლო შეხვედრაც, იმ სამუშაო შეხვედრა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიმართა, კიდევ ერთხელ დასტურებს, რომ სამწუხაროდ ეს არხი არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის გავლენების ქვეშ და ის ცდილობს საქართველოს 30-იანი წლების რიტორიკის დაბრუნებას. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფორმალური შიდა მოკვლევით ვერ დაადგინა ვერც ერთი კანონდარღვევა, ვერც ერთი ის გარემოება, რაზეც თანამშრომელთა ნაწილი ღიად საუბრობს. მათ შორის ვერც დისკრიმინაცია, თუმცა გადაცემა რეალური სივრცე ამ დრომდე მხოლოდ რადიოს სიხშირეზე გადის. მოამბის წამყვანი ვასილი ივანოვჩიკოვანი კი ეთერიდან კვლავ მოხსნილია. მასთან მუშაობა პროდიუსერმა მაია ჭუჭულაშვილმა არ ისურვა. მართალია მისი ადგილის დაკავება სადა, თუმცა ჭუჭულაშვილის მოღვაწეობა წამყვანის პოზიციაზე ხანმოკლე აღმოჩნდა. გამარჯობა, მე მაია ჭუჭულაშვილი ვარ და მოამბის ჟურნალისტებთან ერთად დღის ახალ ამბებს წარმოვიდგენ. სულ რაღაც ერთ კვირაში ის სხვა წამყვანით ჩაანაცვლეს. მოამბებ 11 საათზე ახალ ამბებს ლაშა ბერძენიშვილი გაგაცნოთ.
რეაგირება იქნება ისევ და ისევ სიმართლის ლაპარაკი, ისევ და ისევ გადაცდომების მხილება და თუ იარსებებს რაიმე სამართლებრივი მექანიზმი და სამართლებრივი გზა, აუცილებლად ყველას გამოვიყენებთ, როგორც ადგილობრივს, ისე საერთაშორისო. საქართველოს პირველ არხზე მიმდინარე პროცესები საყურადღებოა ევროპის მაუწყებელთა ასოციაციისთვის, რომელიც არხზე მიმდინარე პროცესს აქტიურ მონიტორინგს უწევს. სიმართლის გაშუქების და არხის საზოგადოებისთვის დაბრუნების მოთხოვნით აქციები მაუწყებელთან ყოველდღიურად იმართება. ამ თვალსაზრისით არც დღევანდელი დღე იქნება გამონაკლისი. კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ არხის გადაღების მისახურება.